მოგესალმებით მეგობრებო. მინდა ერთ თემას შევეხო, რომელიც რაღაცა როგორც ახალი ტრენდი ისე შემოვიდა. მოკლედ არის ხოლმე შემთხვევით რაღაცა გრძელვადიანად თანამშრომლობთ ადამიანებთან და არის როცა უბრალოდ ერთჯერად გიგზავნიან საჩუქარს, რომელზეც ჩვენ აკეთებ ბარტერს. და ახლა დაიწყო რაღაცა ახალი უცნაური ტენდენცია. გეკონტაქტებიან, გითანხმდებიან, გაანონსებინებენ თუნდაც გათამაშებას, ან არა ანონსებ, მაგრამ ფიქრობ რა, როგორ გააკეთო, რანაირად გააკეთო, როცა ამ შემთხვევაში უკვე საჩუქარს გიგზავნიან, როგორ უნდა ახსენო, როგორ წამოწიო მათი კომპანია იქნება თუ არ აქვს მნიშვნელობა ვინ, მათი პროდუქტები თუ რა იქნება, არც ამას არ აქვს მნიშვნელობა და მე იკარგებიან და ხარ აბსოლუტურ გაურკვევლობაში. მაგრამ სკროლვის დროს მე აღმოაჩენ, რომ იმავე პერიოდში სხვა ინფლუენსერებთან არის გაგზავნილი ის ყველაფერი, რაც იმ დღეს უნდა მოგსვლოდა შენ. არა ბოდიში, არა ნახვამდის, არა გადავიფიქრე თუ არ აქვს მნიშვნელობა, არც ერთი სიტყვა, ეს უკვალოდ. ეს ტენდენცია კი არ არის, ეს არის უზრდელობა ხალხო. როცა რამეს წერთ, აკარგვნებთ ადამიანის დროს, თქვენ ვალდებული ხართ მიწეროთ, გადაიფიქრეთ, არ გადაიფიქრეთ, გიგვიანდებათ გაგზავნა თუ რა და როგორ ხდება. დრო არის დავაფასოთ ერთმანეთის შრომა, ერთმანეთის დრო და ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ რაღაცებს. ასე რომ დიდი მადლობა, მაინც დიდი მადლობა.